დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ქალის მენსტრუალურ ციკლზე ვარჯიშის კონტექსტში. მენსტრუალური ციკლი არის ქალის ორგანიზმში მიმდინარე ციკლური პროცესი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში უნდა მეორდებოდეს 21-35 დღის ინტერვალით. მენსტრუალური ციკლი 4 ფაზად იყოფა. პირველი ფაზა ეს არის ფოლიკულური ფაზა, მას მოჰყვება ოვულაციური ფაზა, მესამე ფაზა არის ლუთეინური ფაზა და საბოლოოდ ციკლი სრულდება მენსტრუალური ფაზით, იგივე მენსტრუაციით. ციკლის მიმდინარეობის დროს საგრძნობლად ხდება ჰორმონალური ბალანსის ცვლილება. თავის ტვინში გვაქვს ჰიპოთალამუსი. ჰიპოთალამუსში ხდება გონადოტროპინ რელიზინგ ჰორმონის გამოყოფა. თავის მხრივ ეს ჰორმონი გავლენას ახდენს ჰიპოფიზის წინა წილზე იგივე ადენოჰიპოფიზზე, რის გამოც ჰიპოფიზის მიერ ხდება ორი მნიშვნელოვანი ჰორმონის გამომუშავება. ერთი არის FSH, იგივე ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონი, ხოლო მეორე არის LH, ლუთეინური ჰორმონი. ფოლიკულო-მასტიმულირებელ ჰორმონსა და ესტროგენს შორის არსებობს პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება. როდესაც FSH-ის დონე არის მომატებული, ესტროგენის დონეც მაღალია. ესტროგენი კი თავის მაქსიმუმ დონეს აღწევს ხოლმე ოვულაციის დროს. რაც შეეხება ლუთეინურ ჰორმონს, იგივე LH-ს, LH-ის დონეც ასევე მაქსიმუმს აღწევს ხოლმე ოვულაციის დროს. რატომ არის ამ მექანიზმის ცოდნა კარგი? ზოგადად ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს ესმის რაიმეს მუშაობის მექანიზმი, ბევრად უმარტივდება მასზე თარგეტირებულად მუშაობა. ფოლიკულურ ფაზაში ქალები თავს გრძნობენ ენერგიულად, რადგან ამ ფაზაში ხდება ჰორმონი ესტროგენის საგრძნობი მატება. ჰორმონი ესტროგენი კი ცნობილია როგორც ენერგობუსტერი. ფოლიკულური ფაზის შემდეგ მოდის ოვულაციური ფაზა, რადგანაც ესტროგენის დონე აღწევს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. შესაბამისად, ქალები ამ ფაზაშიც გრძნობენ თავს ენერგიულად, თუმცა ფიზიკურ ენერგიასთან ერთად აქ უკვე შემოდის სექსუალური ენერგიაც, ანუ ძლიერდება ლიბიდო, იგივე სექს დრაივი. ოვულაციური ფაზის შემდეგ მოდის უკვე ლუთეინური ფაზა. ლუთეინური ფაზის დროს ქალები მეტნაკლებად გრძნობენ სისუსტეს, რადგან ჰორმონი ესტროგენის დონე ვარდება, ხოლო პირიქით ჰორმონი პროგესტერონის დონე იმატებს. პროგესტერონთან სიტყვა რო გავშალოთ, პრო ნიშნავს რაღაცის მომხრეს, ხოლო გესტაცია არის ორსულობა. ან უხეშად რომ ვთქვათ, ჰორმონი პროგესტერონი არის ორსულობის მომხრე ჰორმონი. ლუთეინურ ფაზაში ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ დადგეს ორსულობა, ანუ ორგანიზმი მოემზადოს ორსულობისთვის. შესაბამისად, მთელ ენერგიას ორგანიზმი ხარჯავს ამ კუთხით. საბოლოოდ, როდესაც თვის განმავლობაში არ ან ვერ მოხდა განაყოფიერება, დგება მენსტრუალური ფაზა. და ის ყველაფერი, რაც ორგანიზმმა თვის განმავლობაში, ანუ ციკლის განმავლობაში აწყო, იწყებს მის ინვოლუციას, ანუ უკუგანვითარებას. საბოლოოდ ხედავთ, რომ საშილოსნოს ენდომეტრიუმი ჩამოიფრჩქნება და სისხლთან ერთად გამოდის გარეთ. მოკლედ რომ შევაჭამო, მენსტრუალური ციკლის ფოლიკულურ და ოვულაციურ ფაზებში ქალებს აქვთ საკმაოდ ბევრი ენერგია, რადგან ჰორმონი ესტროგენის დონე არის მომატებული. შესაბამისად, ამ ფაზებში მათ შეუძლიათ რომ შეასრულონ ძალისმიერი ვარჯიშები, როგორც აერობული, ასევე ანაერობული სტილის. რაც შეეხება ლუთეინურ და განსაკუთრებით მენსტრუალურ ფაზებს, აქ საქმე პირიქით არის, რადგან ჰორმონი ესტროგენის დონე დაბალია. შესაბამისად, ქალები მეტნაკლებად თავს გრძნობენ სუსტად. ამიტომ არსებობს რეკომენდაცია, რომ ამ პერიოდში ქალებმა უნდა შეასრულონ მეტნაკლებად მსუბუქი სამუშაო. მაგალითად, ისე ირნონ ფეხით, გააკეთონ სტატიკური გაწელვა ან დაკავდნენ იოგით.